ზარი ყოველ პარასკევს 12 საათსა არა და ცოტა მერე ჩვენ მიმოვიხილავთ თუ რა სიახლეები არის კრიპტობაზარზე ზოგადად ასე გვყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები და განვიხილავთ იმ ტენდენციებს რა ტენდენციებიც არის ზოგადად ბაზარზე და მოკლედ ესე გაცნობთ ხოლმე სიახლეებს. ეხლა რაც შეეხება გადაცემას შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის BitNet. BitNet-ზე თქვენ შეგიძლიათ გადმორიცხოთ კრიპტო, ასევე მარტივად შეიძინოთ კრიპტო BitNet-ის საშუალებით, თუ როგორ შეიძინოთ კრიპტო BitNet-ის საშუალებით, ამაზე საინტერესო ვიდეო ჩაწერა, სხვათა შორის ლადომ YouTube-ში თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ კრიპტობაზარი და კრიპტობაზარის გვერდზე თქვენ ნახავთ აი ამ საინტერესო ვიდეოს, როგორ ვიყიდოთ ბიტკოინი საქართველოში მარტივად აი ესე გამოჩნდება ახლა ეკრანზე, ესე მარტივად არის აღწერილი, მოკლედ ყველაფერი თუ როგორ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს კრიპტოაქტივი BitNet-ზე და სხვა კრიპტოაქტივები, რაც აქვთ ზოგადად ბირჟაზე. ასევე ჩვენ გვაქვს სიახლე, მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი წერდით ზოგადად კურსებთან დაკავშირებით, კრიპტო კურსებთან დაკავშირებით და ეს კრიპტო კურსები ახლა გადავაზიარებ ასევე გადაცემას ჯგუფში. ეს კრიპტო კურსები მოკლედ ჩაეშვა უკვე, ახლა დეტალებს გაგაცნობთ რა როგორ უნდა მოიქცეთ კურსის დაინტერესების შემთხვევაში. ეხლა გადავაზიარებ და თქვენ ასევე ჯგუფში ნახავთ ამ ყველაფერს. მოკლედ ჩვენ Facebook გვერდზე ასევე ჯგუფში არის გაზიარებული ინფორმაცია კრიპტო კურსის შესახებ, რომელიც ასევე ორი რეჟიმით იქნება, ახლა ეკრანზე გამოჩნდება, მოკლედ კრიპტო ფინანსები და საწყისები, რომელსაც წარუძღვება ავთო, თქვენ შეგიძლიათ კურსს დაესწროთ როგორც online ფიზიკურად აკადემიაში, ასევე offline. მოკლედ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ძალიან მარტივად, რომ მოითხოვოთ კონსულტაცია და კონსულტაციის პერიოდში, რა თქმა უნდა, დაგიკავშირდებათ თვითონ კურსის ხელმძღვანელი და გაივლით დეტალურად, მოკლედ რა შეისწავლით კურსზე, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ, ზოგადად ამ კურსმა რა შეიძლება გაჩუქოთ და მოგცეთ და შეგძინოთ და ჩემი აზრით, მოკლედ ზოგადად ჩვენი კურსები ზოგადად არის ორიენტირებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ის ინფორმაცია და ის გამოცდილება, რაც არის დაგროვებული ჩვენს მიერ, გადმოგცეთ და თქვენ იცით, რომ აქტიური კავშირიც გვაქვს ჩვენ კურსდამთავრებულებთან, მოკლედ და განვიხილავთ ხოლმე საინტერესო პროდუქტებს, მithumetes ავთო არის ხშირად ჩართული ამ ამბავში და კომენტარებში დაწერეთ, მოკლედ ვისაც გაქვთ ეს კურსი გავლილი და მოკლე შეფასებაც, ასე ვთქვათ, მივცეთ ჩვენს მაყურებლებს თუ რა შეიძლება ისწავლონ და რა შეიძლება შეძინოთ, მოკლედ ამ კურსმა. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ გადაცემაზე. გადაცემის პირველ ნაწილში ტრადიციულად ვისაუბრებ იმაზე თუ რა სიახლეები გვაქვს ბაზარზე და გადაცემის მეორე ნაწილში შევეცდები ფასის კუთხით მიმოვიხილო ზოგადად ბაზარი და მესამე ნაწილში თუ შეკითხვები გექნებათ, რა თქმა უნდა, შეკითხვებზე ვისაუბრებთ. მოკლედ, გადავიდეთ გადაცემის პირველ ნაწილზე და პირველი სიახლე ეხება ზოგადად ეთერიუმს და საინტერესო სიახლე არის და დღეს ეთერიუმზე გაგვირდება და ბევრს ვისაუბრებ. იქიდან გამომდინარე, რომ ეთერიუმის ირიბ თუ პირდაპირ კონკურენტებს წინა გადაცემაში ბევრი ვისაუბრე, ამიტომ მიმოვიხილო ზოგადად თუ რა ხდება ეთერიუმის თავს და ეს პირველი სიახლე ეხება ზოგადად თუ რამდენი ეთერიუმი არის დასტეიკებული. მოგეხსენებათ, რომ ეთერიუმი proof of stake-ის კონსენსუსზე გადმოვიდა და რაც უფრო ბევრი კოინია დასტეიკებული ეკოსისტემაში, ეს უზრუნველყოფს, ასე ვთქვათ, უფრო მეტ უსაფრთხოებას ამ ქსელის და ბუნებრივი არის, როდესაც არსებობს რამოდენიმე წესი, მოკლედ ეთერიუმის შემთხვევაში, მოკლედ რომ ავხსნათ ეს წესი, თუ ვალიდატორი არასწორად დასტურებს ტრანზაქციას, ანუ არასწორ ტრანზაქცია თუ შევა ბლოკჩეინში სწორედ მათ გამო, ისინი დაიჯებიან, ამის რეგულირების მექანიზმი არსებობს და მოკლედ სტატიაში, რომელიც Twitter-ზე გვაქვს გაზიარებული, აღწერილია თუ რა არის დინამიკა დასტეიკებული ეთერიუმების და დასტეიკებული ეთერიუმები სხვათა შორის
ერთ-ერთ მინიმალურ ნიშნულამდე ჩამოვიდა მთლიანი ეთერიუმების 27% არის დასტეიკებული. ბევრი თვლის რომ ეს შეიძლება არ იყოს ქსელისთვის ცუდი, აი ეს 27% რო წარმოვიდგინოთ 34-33 მილიონი ეთერიუმი არის, დოლარი არა, ეთერიუმი და ეთერიუმი დოლარში შეგიძლიათ გადაიყვანოთ მოკლედ. პოპულარობით სტეიკინგი და სტეიკინგის პრობლემა რა შეიძლება იყოს? სტეიკინგის პრობლემა იყო თავი და შემდეგი, რომ ზოგადად 32 ეთერიუმი და გესტეიკებინა თუ თქვენ თვითონ აპირებდით დასტეიკებას, შემდგომ Binance-მა, სხვადასხვა პროვაიდერებმა ასევე liquid staking-ის ანუ სწრაფად და მარტივი დასტეიკების საშუალება Lido Finance-მაც მისცა. მოკლედ ეთერიუმის მომხმარებელს და ვისაც 32-ზე უფრო ნაკლები ეთერიუმი ჰქონდათ, ამათ შეეძლოთ დაესტეიკებინათ. სხვათა შორის ბაზარზე ამ კუთხით Lido Finance მოწინავე არის ასეთი შესაძლებლობების კუთხით და დაახლოებით 15% Binance-ზე დასტეიკებული ეთერიუმები არის, ან Binance თვითონ გაძლევთ საშუალებას რომ დაასტეიკოთ და საბოლოო ჯამში მოკლედ დასტეიკების შედეგად თქვენ იცით რომ პროცენტს იღებთ და სწორედ ეს არის როგორც სიტყვაზე proof of work-ის შემთხვევაში ბიტკოინის მაინერების ასე ვთქვათ კატალიზატორი არის ის რომ მიიღებენ ჯილდოს ყოველი ბლოკის შექმნის შემდგომ და ეს ჯილდო ნაწილდება სხვადასხვა პრინციპით და ოდენობა მთლიანი ოდენობა კი ვიცით როგორ არის გადანაწილებული. აი ამ შემთხვევაში proof of stake-ის ერთ-ერთი მამოძრავებელი შეიძლება იყოს ეს. თუმცა ნახეთ რა პრობლემა არის და ამ სტატიაში სწორედ ეს არის განხილული თუ რატომ შეიძლება დავარნილი იყოს ზოგადად სტეიკინგის პროპორცია და რა პრობლემები შეიძლება იყოს ამ კუთხით. ეთერიუმზე გამოჩნდნენ ისეთი პროდუქტები, რომლებიც უფრო და ამას მეორე სიახლეში ვისაუბრებთ, უფრო საინტერესო სერვისებს, უფრო საინტერესო გადაჭრებს, უფრო საინტერესო საკომისიოებს თავაზობენ და ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ როდესაც თქვენ 32 ეთერიუმს ასტეიკებთ, იქ ან სტეიკის, ან ჯილდოს მიღების დროს სხვადასხვანაირია და გაწერილი არის დროში სხვადასხვა ეკოსისტემაში, მაგალითად 21 დღე შეიძლება იყოს, ზოგადად ეკოსისტემაში 1 დღე, ზოგან ძალიან სწრაფად არის, ამ შემთხვევაშიც არის ეს ბიუროკრატია და თქვენ მოგეხსენებათ, ვინც პირველად დაასტეიკეს იმათი ჯილდოს აღებისთვის წინასწარ ეწერებოდნენ, მოკლედ ამ სიაში ეს რაღაც მარტივი პროდუქტი არ წარმოედგინოთ, სხვადასხვა ძალიან რთული ინფრასტრუქტურაა და ერთ-ერთი რისკი, რაზეც საუბრობენ ასევე სტატიის ავტორები, არის ის, რომ შეიძლება Lido Finance-ის წვლილი გაიზარდოს დიდად ზოგადად დასტეიკებულ ეთერიუმებში, რაც მომხმარებლებს მისცემს იმის საშუალებას, რომ უფრო სწრაფად გამოიტანონ აქტივი და ესეც შეიძლება იყოს პრობლემა, თუმცა სწრაფად მე ვერ გამოიტანენ, რადგან აქ შეზღუდვები იარსებებს და საბოლოო ჯამში ეს შეიძლება იყოს მოკლედ ერთ-ერთი პრობლემა. კლებას რაც შეეხება, ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ სხვა უფრო საინტერესო პროდუქტები არსებობენ ბაზარზე და სხვა უფრო თუ საინტერესო პროდუქტი არის ბაზარზე, შესაბამისად მოკლედ ეს საინტერესო პროდუქტები ერთ შემთხვევაში უფრო მაღალ საპროცენტო ან მაღალ ჯილდოს სტეიკინგის მაღალ ჯილდოს გაძლევენ. სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს ფაქტორი, როდესაც პირობითად უფრო ბევრი airdrop-ი არის, სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს რომ restaking-ის აი სუისთან რაც არის და პრინციპში სხვა ეკოსისტემებში და ეთერიუმშიც ნელ-ნელა სხვადასხვა სერვისები ამას გვთავაზობენ, ხო? მაგრამ უშუალოდ აი blockchain-ის დონეზე თვითონ და მეორე შრის ინფრასტრუქტურას თუ საერთოდ გამოვაცილით, ხო, ეთერიუმს შესათავაზებელი, ახლა სუპრაზე როგორც ვისაუბრეთ, ხო? შესათავაზებელი ბევრი არ აქვს ეთერიუმს, სუპრა პირდაპირ გეუბნებათ, რომ თუ ამას მოახერხებენ, რა თქმა უნდა, თავიანთ blockchain-ზე იქნება პირველ შრეზე იქნება ყველაფერი ჩაშენებული და თქვენ შეგიძლიათ მოკლედ პირველ შრეზე ბევრი პროგრამა გაუშვათ. სამწუხაროდ ეთერიუმი ვითარდება ნელი მიმართულებით და ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ხოლმე. მე პირადად ფასის კუთხით უფრო ნაკლებად წდება ეთერიუმზე, ვიდრე იმ ტემპით, რა ტემპითაც მუშაობენ, რადგან ფასი რაღაც მხრივ და ალბათ ამ ბულ მარკეტის მერე შემდეგი ბულ მარკეტი უფრო გვაჩვენებს ამას,
რადგან საბოლოო ჯამში მგონია რომ დიდი მოთამაშეები დარჩებიან ბაზარზე, თუმცა მოვლენებს არ გაუსურვოთ წინ. მოკლედ დრო მაინც გვიჩვენებს რომელი პრობლემის მომგვარებელი პროექტი იყო თავის დროზე იმ პერსპექტივიდან, სამომავლო პერსპექტივიდან, უფრო სწორ გზაზე და რა უფრო ჯობდა სწრაფად ბევრი შეცდომების დაშვება, თუ ნელა ნაკლები შეცდომებით განვითარება. ამას დრო გვიჩვენებს. მიდგომა ბევრნაირი არსებობს. ახლა რაც შეეხება მეორე სიახლეს და მეორე სიახლეს სხვათა შორის სტეიკინგის პროდუქტიდან რომ გამოვყოთ ცალკე, ზოგადად ეთერიუმის smart კონტრაქტებში, smart კონტრაქტში შეიძლება იყოს რა, სესხისგაცემის smart კონტრაქტი შეიძლება იყოს, liquid staking-ის ასე ვთქვათ კონტრაქტი შეიძლება იყოს, დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ასე ვთქვათ ლიკვიდურობის ავზების მომწოდებელი კონტრაქტები შეიძლება იყოს. ეს კონტრაქტები ნელ-ნელა იზრდება და ყველაზე მაღალ ნიშნულს წინა კვირაში განვიხილე იანვრის სტატისტიკა და ამ თვეში უკვე გამოჩნდა ის, რომ ეთერიუმს ესეთი მაღალი, ასე ვთქვათ, აქტივობა ზოგადად smart კონტრაქტების კუთხით თანხას რაც ეხება, შეიძლება ოდენობით იუზერების ოდენობით არ იყო აქტიური, მაგრამ თანხას რაც ეხება ზოგადად 21 მილიონ ეთერიუმს მიაღწია, ანუ რისი გაგრძელება არის. პირველი სიახლე, სადაც უშუალოდ სტეიკინგის ეკოსისტემის შიგნით smart კონტრაქტების გარეშე, რაც უზრუნველყოფს ქსელს და თითქმის ამას უახლოვდება, იქ ვთქვით 34-33 მილიონი, აქ ვამბობთ 21.8 მილიონ ეთერიუმს და თითქმის ეს უახლოვდება, მოკლედ ერთმანეთს უახლოვდება. შეიძლება ბაზრის რაღაც ნაწილი ეს კვლევა სამწუხაროდ ამ მეორე სტატიაში არ არის კარგად აღწერილი, თუმცა შეიძლება თანხების რაღაც ნაწილი გადმოვიდა უფრო ეფექტურ პროდუქტებზე, როგორიც არის მაგალითად ავე პირობითად და სხვა ის საშუალებები, რაც გაძლევენ, ასე ვთქვათ, უფრო მეტ სარგებელს ამ ეკოსისტემაში ინტერაქციის გამო. ანუ ეს სტატისტიკაც გვაქვს მთლიანი სურათისთვის თუ შევადარებთ გასანახლებელია კიდე ის ფაქტი, რომ BNB-ც წარმოიწია წინ, მაგრამ BNB ამ შემთხვევაში ამ კვირაში ეთერიუმს ჩამოუვარდება რაღაც პროცენტებით, დიდად არა, მაგრამ სხვაობა მაინც არის, ანუ ნელ-ნელა ხდება გააქტიურება. თუმცა აქ ისევ ეთერიუმის სხვა პრობლემა. ეთერიუმის სხვა პრობლემა არის საკომისიოები. ეხლა საკომისიოების მიერ დაგენერირებული თანხა წინა თვესთან შედარებით არის 37%-ით დაცემული და ზოგადად საკომისიოების ამბავი პრობლემური არის ეკოსისტემისთვის, რადგან და სხვათა შორის ერთ-ერთ სიახლეს ჩვენ განვიხილეთ, როდესაც მეორე შრის გადაწყვეტების განახლებებზე იყო საუბარი, ვიტალიკი კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტობრივად ეთერიუმზე არ აქვს კონცენტრირება ვიტალიკს და აქვს კონცენტრირება მეორე შრის პრობლემის მოგვარებაზე და სწორედ მათი ინფრასტრუქტურაში რომ ნაკლები იყოს საკომისიო ამისკენ არის ორიენტირებული და რაც საბოლოო ჯამში ავნებს ეთერიუმს და სწორედ ამის გაგრძელება არის ეს ორი სიახლე რაც ხდება და კიდევ ისმის ეს შეკითხვა რომ აი რა პოტენციალი შეიძლება კონდეს ზოგადად ამ smart კონტრაქტებს და smart კონტრაქტებზე დაშენებული იმ ეკოსისტემებს, DEX-ებს, DeFi-ებს, თუნდაც სხვადასხვა სესხის პროდუქტებს, რაც ამ ორ ინფრასტრუქტურაში არის ჩაშენებული და ეს არის გაურკვეველი. ეს არის გაურკვეველი და თუ თქვენ ამბობთ არ ვაჭრობთ სიტყვაზე და გაინტერესებთ ზოგადად ურთიერთობოთ ამ ეკოსისტემასთან და ეძებთ რომელიღაცა პროდუქტს და პროდუქტი გეუბნებათ რომ იცით რა ჯერ თქვენ თუ დაასტეიკებთ ან ჩემ პროდუქტს თუ გამოიყენებთ საკომისიო არის 1.7 ანუ 1.7 წელიურად პროცენტი დაგერიცხებათ და ეს შეიძლება უფრო შემცირდეს
რადგან უფრო ნაკლებმა ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს უშუალოდ ჩემი პროდუქტი და შეიძლება მეორე შრის პროდუქტი გამოიყენონ და ირიბად თქვენ ასე ვთქვათ სარგებელს ვერ ნახავთ რისი თქმა მინდა საბოლოო ჯამში ხო უნდა ჩამოყალიბდეს მოკლედ მე ესე უყურებ ამ ბრძოლას მე მირჩენია რომ მეორე შრის გადაწყვეტებმა მოიყვანონ ეთერიუმთან ხალხი მაგრამ თვითონ ეთერიუმს კონდეს ხედვა რომ რაღაც პერიოდის შემდგომ და ეს ხედვაც არსებობს რა თქმა უნდა რაღაც პერიოდის შემდგომ მეორე შრის პროექტები არ უნდა იყოს საჭირო რაც ვიტალიკის ოცნებაა რომ აი ტელეფონით შეძლებთ ასე ვთქვათ და ეს ტექნიკურად ჩემთვის ჯერჯერობით რთულად ჟღერს თუ სხვა აზრი გაქვთ და სხვა კვლევები გაქვთ ნანახი ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენთ დაწერეთ კომენტარებში მაგრამ ჯერჯერობით ამისკენ არ მიდის ეს ყველაფერი და შესაბამისად მეორე შრეც თუ არ იარსებებს აი ახლა წარმოიდგინეთ რომ ბეისზე ლინიარზე ოპტიმიზმზე ვერ აკეთებთ ტრანზაქციებს ამ ეკოსისტემაში არ ხართ ჩართული, გინდათ ეთერიუმის გაგზავნა, ეთერიუმს ვერ აგზავნით, ან საკომისიო არის დიდი, smart კონტრაქტებთან ურთიერთობა არის დიდი, პოლიგონიც არ არსებობს, ან ფაქტობრივად ის რაც 20-21 წელს, 20-22 წელს ჰაიპის მომტანი იყო გარკვეულწილად და დამერწმუნებით ალბათ რომ NFT ბაზარმა არც თუ ისე ცოტა ადამიანი შემოიყვანა, ანუ მე AP-ის მყიდველ NFT ადამიანებზე არ მაქვს საუბარი, მე ჩვეულებრივ მოკვდავებზე საუბრობ და 20-22-ში კი გახსოვთ ამ კუთხით რა ბუმი იყო. შესაბამისად, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ კიდევ ერთხელ და რა პრობლემამ გამოიწვიეს, რატომ შეიქმნა ეთერიუმ 2015 წელს, რატომ დაიწყეს ამაზე ფიქრი, რატომ გამოვიდა ასე ვთქვათ ეს პროდუქტი ბაზარზე ბიტკოინი რა პრობლემებიც იყო იმ პრობლემებს ვერ აგვარებდა smart კონტრაქტების დაშენება რთული იყო ასევე ფერადი კოინები არსებობდა ტოკენების ნაცვლად კონკრეტული ბიტკოინები და სატოშები იყო დანომრილი და ამ სატოშებს სიტყვაზე ამ კონკრეტულ 10 სატოშ ქვია რაღაც დოჯკოინი და ამ 10 სატოში კონკრეტულაზე 10 სატოში ან 10 ბიტკოინი უნდა გადაიცვალოს და ასე შემდეგ ინფრასტრუქტურა ძალიან რთული იყო ასევე ორ ადამიანს შორის მესამე მხარე არ არსებობდა რომელიც მარტივ ტრანზაქციას გააკეთებდა ანუ peer-to-peer არსებობდა მარტო და შესაბამისად თუ დისტანცია ძალიან დიდი იყო smart კონტრაქტების გარეშე ჭკვიანი კონტრაქტების გარეშე რთული იყო ამ პრობლემის მოგვარება შეიქმნა ეთერიუმი მაგრამ ეთერიუმმა ვერ უპასუხა ბევრ გამოწვევას სხვათა შორის და ამიტომ შეიქმნა ეთერიუმის მეორე შრის გამოწვევები და შესაბამისად თუ ჩვენ გვჯერა რომ blockchain შეიძლება მიცეთ ის პასუხისგებლობა რა პასუხისგებლობაზეც არის საუბარი და რაზეც დაშენდა საბოლოო ჯამში ეთერიუმი, შემდეგ Solana, BNB და შემდეგ Solana, ასევე Sui, Supra და ის ქსელები, რა ქსელებსაც თქვენ ნახულობთ და რაც არის პოპულარული, შესაბამისად განვითარების ჯაჭვიც უნდა იყოს ლოგიკური. სხვა შემთხვევაში ახლა თუ გამოასვლით მეორე შრეს და მეორე შრეზეც თუ არ იქნება საკომისიოები ნორმალური, მომხმარებლისთვის არ იქნება კარგი, მაგრამ აქეთ მეორე მხარე არსებობს, ვინც ზოგადად ამ ეკოსისტემაში არის ლიკვიდურობის მომწოდებელი, დამსტეიკებელი, მსესხებელი, იმას თუ მაღალი პროცენტობით არ აქვს საკომისიოები შესაბამისად მას არ უჩნდება ასე ვთქვათ სურვილი რომ ამ ეკოსისტემაში შემოვიდეს და აქ ისმის კიდევ ერთი შეკითხვა თქვენ ეთერიუმის ETF-ებს გსმენიათ ალბათ აი ეთერიუმის ბიტკოინის ETF-ის შემდგომ ეთერიუმის ETF-ი დაამტკიცეს შესაბამისად იმ ინსტიტუციებს ვისაც ყიდვა უნდათ და ვერ ყიდულობდნენ და მესამხარე ჭირდებოდათ ვინც მოუგვარებდათ ამ ყველაფერს და ვისაც ენდობოდნენ და თუ სიტყვაზე დაიკარგებოდა ეს ეთერიუმი დაზღვევაც ექნებოდა და ასე შემდგომ ან ბიტკოინი მიიღეს ეს პროდუქტი მაგრამ მადა გაიზარდა ეთერიუმის ETF-ების ოდენობაც ყიდველთუნარიანობა და ყიდვის ტენდენცია შემცირდა, რადგან დაისვა ესეთ შეკითხვა, რომ თუ მე ეთერიუმის ETF-ს ვფლობ, რატომ არ შეიძლება რომ დავასტეიკო ეს ეთერიუმის ETF-ი? ანუ აქ შემოდის უკვე მეორე პრობლემა და ამაზე დაიწერა განაცხადი ჩვენ Twitter გვერდზეც. იყოს სხვათა შორის ამ სიახლეზე საუბარი, რომ სექს მიმართეს
ხომ არ გვექნება ჩვენ იმის უფლება აი ამ პროვაიდერებმა კითხეს პროვაიდერების ნაწილმა კითხეს რომ ხომ არ გვექნება ჩვენ იმის უფლება რომ რა ეთერიუმებსაც ვფლობთ დავასტეიკოთ და ასევე დასტეიკების შედეგად რა ჯილდოსაც მივიღებთ ეს ჯილდო დავურიცხოთ ან ირიბად დივიდენდი გამოდის მაგრამ იურიდიულ ტერმინებში ახლა ვერ შევალდა არ შევალდა ავთო როცა იქნება გადაცემაში ამ პრობლემასაც განვიხილავთ სხვადასხვა იურიდიული ჭრილითაც აი ხომ არ შეგვეძლება ამ სტეიკინგის ჯილდოების დარიცხვა და შემდგომ დაშენდება აქ რომ აი სეკი როგორ უყურებს სტეიკინგის პროდუქტს და იდეაში ეს სტეიკინგის პროდუქტი არის თუ არა ETF-ებისთვის თუ სხვა რამ ხომ არ შეიძლება ამას დავარქვათ და ავიცი bear market-ის ერთ-ერთი ნარატივი ზევიდან შეიძლება იყოს 26-ში რომალი რაღაცა ETF-ის კომპანიამ დაასტეიკა ეთერიუმი იქ რაღაც უსაფრთხოება ვერ დაიცვეს დიდი ოდენობით ეთერიუმი არის დაკარგული და ეთერიუმის კლასიკის დროინდელ შეცდომას გავიმეორებთ თუ არა ჩავერევით თუ არა ქსელში მოკლედ ძალიან ბევრ გადაწყვეტილებაზე აი ესეთ ძირეულ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული საბოლოო ჯამში კრიპტო როგორ განვითარება საერთოდ არ მიყვარს კონსპირაციები უბრალოდ ლოგიკურად გეუბნებით რა დასტურმა აი წინა გადაცემაში თქვი და ბევრმა სხვანაირად გაიგო მაგრამ პირდაპირ გეუბნებით შეიძლება ბაზრისთვის მოკლე ვადაში რაღაც პოზიტიურად ჟღერდეს მაგრამ ამ პოზიტიურ რაღაცას ისეთ ნეგატიური დაშენდეს მოლოდინები შეიძლება ერთი იყოს მაგრამ საბოლოო ჯამში სხვა პროდუქტი მიიღოთ ამიტომ ნებისმიერი სიტყვა ის ასე ვთქვათ ის წამოწყებაც რომ აი 180 დღეში საბოლოო ჯამში უნდა მოუგვარდეთ და ვთქვათ რომ აი რა გვინდა კრიპტოსგან ესეც კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიტყვები რაც შეიძლება რადგან მოგეხსენებათ 2021-ში 2022-ში 2023-ის გადაცემას ნახავთ აი ამას წინათ ამომიგდო YouTube გვერდზე დაარეგულირებს თუ არა ამერიკა კრიპტოს ხო ანუ ეს არსებობდა რამოდენიმე თვის წინ რამე კი არ მოგვიგონია ხო და აქ თუ რა სხვა კონსტრუქცია შექმნება საფრთხე შესაბამისად ესეც შეიძლება იყოს პრობლემური მოკლედ რის თქმა მინდა ნებისმიერი პოზიტიური სიახლე ამ ჭრილში უნდა გავაანალიზოთ მომავალში რა პრობლემები შეიძლება მოგვიტანოს და რას ვარქმევთ რა სახელს და ხომ არ ხსნით შემთხვევაში პანდორას ხუთს ჩემი პირადი აზრი არის ზოგადად ცენტრალიზებულმა სისტემამ რაც უნდა ისაკეთოს და ნებისმიერ დეპატებში, როდესაც CBDC-ზე არის საუბარი, ანუ არ მაინტერესებს არანაირი ვალუტა, მე მომეცით საშუალება იმის, რომ თუ სიტყვაზე მეორე მხარეს აწყობს, რომ აი ამ ვალუტაში გადავიხადო სერვისის საფასური, ეს შეიძლება იყოს წყლის ბოთლში, გადაუხდი საფასური, შეიძლება ბიტკოინში გადაუხდი თუ რაში, ეს არ აქვს ნიშნა, ამის თავისუფლება მომეცით. დანარჩენი პასუხისმგებელი მე ვარ ჩემ ბიტკოინს რამე დაემართება თუ არა ხო ანუ მე ესე ვარ დანარჩენი იმდენს ნუ ვიწრიალებთ ზოგადად კრიპტო რეგულაციის კუთხით რომ ჩვენ შეგვექმნას პრობლემები წინააღმდეგ შემთხვევაში არ არსებობს ასე ვთქვათ სისტემა რაც ბიტკოინს გააჩერებს და რამდენჯერაც ბიტკოინს მოხვედრია სხვა კუთხით ან ბიტკოინზე ვისაუბროთ მოკლედ იმდენჯერ ასე ვთქვათ ამბარისებულა დაბრუნებულა ის ბაზარზე და არანაირი პრობლემა არ ყოფილა ამ ინფრასტრუქტურის მოკლედ ძალიან გამიგზელდა ეს მეორე სიახლე მაგრამ რა ვქნა ესეც შეხედეთ და მეორე სიახლის ბოლოს ვთქვათ ასევე კიდევ ერთხელ რომ საბოლოო ჯამში თუ ეს ყველაფერი ესე გაგრძელდა ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდა ამ სტატიას დაყრდნობით ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოვა ეთერიუმის ეკოსისტემაში და დაასტეიკებს ან სმარტ კონტრაქტებს გამოიყენებს ან სესხებს აიღებს შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს და მესამე სიახლეც თქვენ წარმოიდგინეთ ეხება ისევ ეთერიუმს და ეს სიახლე საბოლოო ჯამში კრავს პირველ სიახლეს, მეორე სიახლეს და მესამე სიახლეში ხედავთ ესეთ რაღაცას. Ethereum Foundation-ი არის ჯგუფი და გუნდი ჩვენ Ethereum Foundation ერთზე და ორზეც ვისაუბრეთ საბოლოო ჯამში, რომელიც ორიენტირებულია იმისკენ, რომ Ethereum-ი განვითარდეს. მოკლედ, მათ აქვთ რაღაც თანხები Ethereum-ში, ხელფასების გადახდა, როდესაც უწევდათ Ethereum-ს ყიდნენ,
და აი ამ სიახლეზე ხდებოდა აგება, რომ აი Ethereum Foundation-მა გაყიდა ამდენი Ethereum-ი და ბაზარი ჩამოვიდა დაბლა, აი ვიტალიკი თავის Ethereum-ებს ყიდის, ვიტალიკს თუ არ აინტერესებს Ethereum-ი საბოლოო ჯამში ჩვენ რატომ უნდა გვაინტერესებდეს და თქვენ წარმოიდგინეთ არც თუ ისე უსაფუძვლო ბევრისთვის ამაზე კომენტარს მე არ გავაკეთებ და ამ ნარატივმა იმუშავა Ethereum-თან მიმართებაში და საბოლოო ჯამში მივიღეთ რა რომ აი Ethereum-ი არ აინტერესებს თვით დეველოპერებს და თვით იქაურ გუნდს და საბოლოო ჯამში არ გვჭირდება ჩვენ ესეთი პროდუქტი და Ethereum Foundation-მა მიიღო ესეთი გადაწყვეტილება რომ 120 მილიონი დოლარის ეკვივალენტი Ethereum-ი გადაიტანა, ასე ვთქვათ, ისეთ პროდუქტებში, როგორც არის Spark-ი, Aave Core კომპაუნდი, ანუ რა ქნა, ასე ვთქვათ, მიაწოდა ბაზარს ეს Ethereum-ი და წლიურად მიიღებს 1.5% საშუალოდ რომ ავიღოთ 1.5% სარგებელს და წლიურად არის 1.5 მილიონი. ანუ არ გაყიდა თავის ეკოსისტემაში არსებულ პროექტებში ჩადო ეს ფული და შესაბამისად წლიურად მიიღებს ამ თანხას. ანუ ხარჯების ნაწილს იმედია ეს დაფარავს და ის სპეკულაციები რომ აი Ethereum Foundation-მა გაყიდა და გადანაწილებასაც წავიკითხავ Spark-ში 10000 Ethereum-ი, Compound-ში 4200, Aave Prime-ში 10000 და Aave Core-ში 20800, ხო? ანუ Aave ალბათ მოსწონთ, ხო? ამაზე შეიძლება იმსჯელოს ხალხმა, რომ აი ეს პროდუქტი ხომ არ არის კარგი, ის პროდუქტი ხომ არ არის. ნელ-ნელა გადადგეს ის ნაბიჯი, რომ არა, ჩვენ არ ყიდით, ჩვენ ეკოსისტემაში ვერთვებით, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეკოსისტემა უკვე მომწიფებულია იმდენად, რომ მივიღოთ სარგებელი და ამ სარგებლით შევძლოთ ჩვენ გადავუხადოთ ადამიანებს გადასახადები, ვინ ჩვენ გუნდში მუშაობს, ვინც Ethereum-ს ავითარებს. და აი ეს არის ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებამაც შეიძლება ადამიანები დააბრუნოს ბაზარზე, Ethereum-ის ბაზარზე, თუ და სწორიც არის, თუ შენ ხარ შემქმნელი ამ პროდუქტის და ამ პროდუქტის გაგრძელებების და ამ პროდუქტზე დაშენებული ინფრასტრუქტურის არგჯერა და საბოლოო ჯამში შენ ამ აქტივს, აი ამ ოქროს, შენი განმოსახედიდან ეს ოქრო უნდა იყოს ყიდი და ეთერი რაც არის პრინციპში ხო თავისი არსით შენ აი ამ სუბსტანციას ყიდი ძალიან ბევრი ცუდი ამბები მოხდება შენ თავს და ის რომ არიზდება Ethereum-ის ფასი ერთ-ერთი ამბავიც ალბათ შეიძლება იყოს ეს მინიმუმ ორჯერ 2023-ში თუ არ ვცდები და 2022-შიც აი ყველაზე რთული პერიოდები როდესაც იყო აი მაშინ ხდებოდა ამ Ethereum-ის გაყიდვა და ეს იყო აი ძალიან მძიმე ბაზრისთვის და როდესაც ამ სიახლეს ვკითხულობდი მეთქი აი როგორ ვერ გამოიყენეს რამე პროდუქტი ნუ იქ გამართლება იყო რომ აი სხვა არ არსებობდა და ასე შემდეგ დაველოდოთ ეს ესე თუ გაგრძელდა არის იდეალური და რომ შევკრათ საბოლოო ჯამში სამივე პროდუქტი თუ პროდუქტის შემქმნელები და ის ადამიანები რომლებსაც შეერათ რომ ეს პროდუქტი არის კარგი არ იყენებენ ამ პროდუქტს და ამ პროდუქტში არსებულ რომელიმე სერვისს მაინც ეს იმას ნიშნავს რომ ამ პროდუქტმა არ გაამართლა იმათი ხედვების ჭრილში საბოლოო ჯამში ვნახეთ რომ დადებითი პასუხი გვაქვს აქედან ეხლა დაველოდოთ ის პოტენციურად მეორე ფაუნდეიშენი რომელიც ჯერჯერობით ახლა იდგამს ფეხს და შეიძლება არის გაგრძელდეს ეს პროდუქტი თუ Ethereum Foundation ერთი პირობითა და არ მოიქცევა ცუდად დაველოდოთ ისინი რას იზამენ და როგორ გასცემენ ამ ყველაფერს პასუხს თუმცა თქვენ წარმოიდგინეთ ღირს საუბარი თუ თქვენ გიყვართ პროდუქტი არა ძალიან ცუდი ტერმინია და არ შეიყვაროთ არც ერთი კრიპტო და ზოგადად კრიპტო ბაზარში რასაც მოისმენთ რა თქმა უნდა ფინანსური რჩევა არ არის უბრალოდ თუ თქვენ ხართ ენთუზიასტი და თუ თქვენი შეხედულებები ემთხვევა იმ შეხედულებებს რასაც ესა თუ ის პროდუქტი ატარებს ბუნებრივია თქვენ შეგტკივათ გული რომ აი შეიძლება არ ვითარდება პროდუქტი სწორად და შესაბამისად
თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი აზრი და საბოლოო ჯამში იმედია რომელიმე პროდუქტი გაიგებს და აქვე კიდევ ერთხელ დეველოპერებს გეტყვით რომ გამოფხიზლდით რადგან ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურები უფრო იზრდება და შესაბამისად ქვეყნებსაც მოუწევთ უკვე ამ ყველაფრის ათვისება აქ მარტო კრიპტოს ფასზე არ არის საუბარი და მომავალში იმედია კარგად გავიხსენებთ თუ ამ გადაცემას უსმინეთ რა თქმა უნდა და სანამ გადაცემის მეორე ნაწილზე გადავალ მეოთხე სიახლე მე დაკვირდით თქვენ რომ ილონის გავლილ გზას 2021-ში გავიხსენებდი აუცილებლად და თუ ვნახავ მსგავსებას იმას შორის რაც მაშინ იყო და ახლა ჩვენ ძალიან მარტივად შეიძლება ვთქვათ რომ დამთხოვები ესე არ არსებობს და შესაბამისად ეს ადამიანები მიზან მიმართულად სპეკულირებენ, მაგრამ ამ სიახლეს განვიხილავ ტესლას ჭრილში და არა ილონის ჭრილში, რადგან შემდგომ ილონი გააკეთებს განცხადებას, რომ ტესლას გადაწყვეტილება, ჩემი გადაწყვეტილება და ეს სიახლე თარიღდება 2021 წლის 8 თებერვლით CNBC-ის სიახლე არის, რომელიც ჩვენ Twitter გვერდზე არის და შეგიძლიათ შემდგომ ნახოთ. მოკლედ, როდესაც სექს წარუდგინა ტესლამ თუ რას ფლობდნენ, დოლარს ფლობდნენ, ევროს თუ რას, თავიანთი ვალუტის თავიანთი თანხების 5% იყო ბიტკოინში და ასევე ტესლა მაშინ თქვა, რომ შესაძლებელია ბიტკოინი გამოვიყენოთ როგორც გადახდების საშუალება და რა კუთხით. ან თუ მომხმარებელს მოუნდება რომ პირობითად იყიდოს ტესლა, მას შეიძლება რომ ბიტკოინით იყიდოს ტესლა. და ამ პერიოდში სხვათა შორის, როდესაც ეს განცხადება დაიდო, სადღაც 2 თუ 3%-ით გაიზარდა ბიტკოინის ფასი და ამ განცხადებას მოყვა ერთ-ერთი ცნობილი ბირჟის ქსელის გადატვირთვა, Binance არის ეს, არ გაგიკვირდეთ, Binance-ის ქსელის გადატვირთვა, სადაც გაყიდვა ზოგიერთ რეგიონში რამოდენიმე წუთით არ იყო ხელმისაწვდომი. მოკლედ იმდენი ადამიანი შემოვიდა სავაჭროდ, რომ სავარაუდოდ ლიკვიდურობის ამბები იყო და ტექნიკურად გათიშეს, სავარაუდოდ არავის ბრალს არ დება არაფერში, ვარაუდს გამოვთქვამ ჩემსას და ამ პერიოდში კიდევ ერთხელ ილონის განცხადებები იანვარში თქვენ წინა კვირაში გავიხსენეთ, რომ ბიტკოინის დაწერა თავის ბაიოში Twitter გვერდზე და საბოლოო ჯამში აქაც გაჟღერებული რამოდენიმე სიახლე იყო ერთ-ერთი კატალიზატორი იმისთვის და ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იმისთვის, რომ ბიტკოინს იმ პერიოდში ის ფასი დაეფიქსირებინა, რა ფასიც დააფიქსირა ბაზარზე და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ ის რეაქცია, რა რეაქციაც შემდგომ დავინახეთ მოკლედ გამყიდველებისგან, გამყიდველებმა თებერვლის შემდგომ ნახეს, ასე ვთქვათ, საშუალება, რომ მეტნაკლებად ბაზარი დაესტაბილურებინათ და შემდგომ ალბათ სხვა სიახლეებშიც, წარსული სიახლეებში გეტყვით, რა თქმა უნდა, რა მოხდა ბაზარზე. მოკლედ, გადაცემის პირველი ნაწილი მეტნაკლებად ამით ამოიწურა. ეხლა გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, სადაც სხვათა შორის განვიხილავთ ჩარტებს, ბევრისთვის საყვარელ ჩარტებს და თქვენ ნახავთ ახლა ბიტკოინის ფასს, რა დიაპაზონზეა, ხო, გადაუწყვეტელი მოძრაობა, არაფერი სასიხარულო ბაზარზე ამ კუთხით შეიძლება იყოს, ასევე რამოდენიმე ფაქტს მინდა გავუსვა ხაზი. ალტ სეზონზე, ეგრეთ წოდებულ ალტ სეზონზე, ახლა დომინაციას გადავამოწევთ ისევ დომინაციის ცვლილების გარეშე საუბარი წარმოუდგენელი არის. სიახლე არანაირია, ბევრი მოლოდინი არის იმასთან დაკავშირებით, რომ რა შეიძლება მოხდეს ზოგადად მსოფლიოში. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ვიღაც მარკეტ მეიკერებს ეს არ ადარდებთ. მარკეტ მეიკერები თქვენ წარმოიდგინეთ ამ სიახლეს სათავისოდაც გამოიყენებენ. აქ ახლა შესამოწმებელია რეალურად ბიტკოინის დომინაცია იმ დიაპაზონში არის, რა დიაპაზონში ჯერჯერობით უნდა იყოს და ბიტკოინის დომინაციის კლებას თუ გავიხსენებთ ჩვენ
თუ გავავლებთ პარალელს წინა bull market-თან და ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ აი ესეთ პარალელების გავლება არ შეიძლება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პარალელები ქმნის იმ ბაზარს, რა ბაზარშიც ვართ, ბიტკოინის დომინაციის კლება აი ამ ნიშნულიდან იწყება 2021-ის მარტში, სადაც უკვე აქტიურად არის ამუშავებული შიტკოინების ქარხანა, smart chain-ის სასწაულღეში არის და ქსელი არის გადატვირთული, ხო? თქვენ შეიძლება თქვათ, რომ აი მსგავსი მოძრაობა ვიხილეთ Solana-სთან მიმართებაში და კრიპტო-ბას თუ უსმინეთ, სხვათა შორის საინტერესო ანალიტიკა იყო მანდ გიორგის და გიორგი მანდ განიხილა თუ რა წყაროები შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ ხალხი შემოვიდეს ბაზარზე, ნახეთ ეგ გადაცემა თუ არ გინახავთ. მოკლედ, კლება ბიტკოინის დომინაციის დაიწყო ამ პერიოდში. ამ ბიტკოინის დომინაციის კლებას ემთხვევა ასევე უკვე, როდესაც კრიპტო-ბაზარი ეშვება ჩვენი გადაცემა ბაზარში, მაშინ ჩინეთის ამბები, ილონის ამბები და ამ ამბებსაც მომავალში განვიხილავთ და საბოლოო ჯამში ერთ-ერთი მცდელობაა 48%-ზე შენარჩუნების შემდგომ ისევ კლებას აღმასვლას გაპიკვას ვნახულობთ და აი ეს არის ყველაზე ცუდი სურათი, რაც არის ერთ-ერთი ინდიკატორი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, რომ ბაზარს იმ დონემდე არ აინტერესებდა აგვისტოს გარკვეულ მომენტში და ეს ის პერიოდია თუ არ ვცდები, როდესაც Solana იმატებს, Cardano $3 მიაღწია, Solana გამოცოცხლდა ისე, რომ გზა მიდის $200-მდე თუ $150-მდე, ვერ ხვდებიან ადრეული ინვესტორები, აი რატომ იწევს Solana-ს ფასი, ეს ხომ არ ვიყიდოთ, ის ხომ არ ვიყიდოთ, ანუ ბიტკოინზე უკვე აღარ არის აქ საუბარი, ნელ-ნელა იკლებს დომინაცია, შემდგომ ისევ იმატებს და შემოვდივართ უკვე იმ ზონაში ნოემბერში დაფიქსირებული, აი ამ დიაპაზონში დაფიქსირებული არის ახალი მაღალი ნიშნული ბიტკოინის და უკვე ვართ იმ დიაპაზონში, რა დიაპაზონიდანაც დიდი ხანი არ განმოსულა. ანუ თუ დააკვირდებით თქვენ, მოკლედ აგრესიულად როდესაც იწყება დაღმასვლა ბიტკოინის დომინაციის, ეს იმას ნიშნავს, რომ ფული მიდის სადღაც, მაგრამ თუ ბიტკოინის ფასი ვარდება, ბუნებრივი არის, ბიტკოინიდან უფრო მალე გამოდის თანხა, ან ვიღაცები ალტკოინებში ცდილობენ ეს ორმხრივად არის შესაძლებელი ესე. ცალმხრივად ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც მოკლედ ამ დიაპაზონებს ხდება ბიტკოინი, უკვე ბაზარი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ხდება საშიში. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი 2022-ის თებერვალში, მარტში, თუნდაც აპრილ-მაისში, როდესაც სტეპენი ჩაიშვა, მაშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა იშოვა ფული და კი, ეს ფაქტიც არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ბაზარი, რა ბაზარიც არის, აი ეგ ავიღოთ ჩვენ, ხო? რა ბაზარიც არის თითქმის იანვარი 2023-ის იანვარი, ფაქტობრივად ერთხელ იყო მცდელობა და აი ამ მცდელობაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ბიტკოინის თავს რა ხდებოდა და შემდგომ უკვე დიდი დაღმასვლა დომინაციის, ხო? ანუ ძალიან გაურკვეველი სურათია იმ კუთხით, რომ შეიძლება USDC-ში გადადიოდეს თანხა, აქ იმიტომ რომ ჩათვლილია იმათი ბაზრის კაპიტალიზაცია, ასევე ადამიანები ცდილობენ, რომ აი რაღაც ალტკოინი ჩამოვიდა $40-ზე, $200-ზე იყო, არ ვიტყვი მის სახელს და გვარს, აი $40-ზე ჩამოსული და ხო არ ვიყიდოთ, აი $50-ზეა, აი $20-ზე და $20-ს რო ცდება უკვე მე ხვდებიან, რომ აი ამას აზრი არ აქვს და აი აქ 2022-ის ნოემბერში FTX-ის სიახლეები შემოდის და აი ნახეთ ეს კონკრეტული მომენტი თქვენ გეუბნებათ იმას, რომ ხო, აი ბევრ ალტკოინში შევედით ჩვენ, ბირჟაზეც ქონდა, ეს ყველაფერი ვითომ დაცული იყო, მანამდე ლუნას ამბებიც, ხო? მანამდე ლუნას ამბები და ლუნას დაღმასვლები, აი აქ ეს არ დაგვავიწყდეს, მაისი იყო, თუ არ ვცდები. ხო? აი წარმოგიდგენთ ერთი ზოგადად ბაზრის დაფრთხობა, შემდგომ ბიტკოინის დომინაცია ნელ-ნელა ხდება ხალხი, რომ იცი რა, ლუნა კი არ უნდა გვეყიდა, ან Solana-ს, აი მაინც ვახსენე მის სახელი და უარი, Solana-ს კი არ უნდა გავყიდებოდი და ყველა დაღმასვლაზე არამედ ბიტკოინში უნდა შევსულიყავი და მართლაც იზრდება ბაზარი და სხვათა შორის ძირი, ვისაც აქვს დაჭერილი ამ პერიოდში, არის ლუკა.
აი პერიოდში ბიტკოინის ძირი, ასე ვთქვათ, ლუკამ მაგ პერიოდში გამოიცნო და გადაცემაში საუბრობდა მაგას სხვათა შორის აქტიურად ფინანსურ რჩევას, რა თქმა უნდა, არ იძლეოდა, თუმცა მისთვის საინტერესო ფასზე იყო მაშინ ბიტკოინი და ბევრისთვის საინტერესო ფაქტზე და პრინციპში ეს პროგნოზი გამართლა. და ამის შემდგომ ბაზრისთვის აი ესე შეხედეთ ამ დომინაციას, ამის შემდგომ ბაზრისთვის აი საინტერესო არის ბიტკოინი და ბიტკოინი, ხო? თუ მიყვებით კიდევ ძველ ლოგიკას, მიხვდებით რომ აი აქ შიგადაში გვაქვს ბიტკოინის დომინაციაც ვეგიჩვენებთ რომ და თუ თქვენ ალტკოინების გადანაწილებას ნახავთ ამ პერიოდში გიჩვენებთ რომ საბოლოო ჯამში რაც უნდა გავაძლიეროთ ალტკოინები არსებობს ის პერიოდი რომ ბაზრიდან უკვე კარგად ხნის გამოსულია ჭკვიანი ფული, ან ჭკვიანი ფულს ვეძახით იმ ფულს, რომელიც აი აქ აი ამ პერიოდში შემოდიოდა ბაზარს. აი თქვენ ხედავთ რომ აი 39% ბაზრის 39% უჭირავს კრიპტოვალუტას, რომლის გამოც შეიქმნა მთლიანი ინდუსტრია. და რომელიც არ შეცვლილა, ანუ შეიძლება ვიღაცამ შექმნას პირობიტა და ინდუსტრია და გაფუჭდეს პროდუქტი და სხვა ჩანაცვლოს არ. რაც თქვა მაგას აკეთებს, პირიქით ნელ-ნელა ვითარდება იმის პრეტენზიაც აქვს, რომ თუ სხვები არიან პრეტენზიულები, რომ იცით რა, სწრაფად თუ არ შეიძლება გადანა. ეს პროდუქტიც აქვს, რაღაც კომპრომისებზეც არის წასული ამ ეკოსისტემაში არსებული ხალხი და ესეთი პროდუქტი არის 39%-ზე. შესაბამისად, ბაზარიც ანალოგიურად იქცეოდა და ის ადამიანები, აი ძალიან ბევრი ადამიანი, ალბათ გვიყურებთ ის ადამიანებიც, რომლებმაც 20,000-ზე, 25,000-ზე გაყიდეთ ბიტკოინი, იმიტომ რომ არასწორი დინამიკით შეიძლება ყიდულობდით კრიპტოვალუტას, შეიძლება არასწორი დინამიკით შედიოდით და პროპორციით შედიოდით ალტკოინებში და ახლაც კი მე ძალიან მიხარია, როდესაც ეს მესმის ბევრი ადამიანისგან, რომ აი ახლა ასეთ პერიოდში, როდესაც ბიტკოინი 100,000-მდე არის მისული, როდესაც ბევრმა ალტკოინმა სასწაული მოგება აჩვენა, ბევრის პორტფელი დაზღვეულია მეტნაკლებად ბიტკოინით, მაგრამ ბიტკოინი რომ გამოაკლონ ამ პორტფელს, ხო, ხედავენ რომ სასწაულ კლებაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პროექტი 10-ჯერ არის გაზრდილი, 20-ჯერ არის გაზრდილი, 15-ჯერ, 5-ჯერ, ან თუნდაც 2-ჯერ, ხო? ანუ ბაზარი ესე მუშაობს. ბაზარი ჯერჯერობით ამბობს, რომ ბიტკოინი არის საინტერესო და ერთ-ერთი მოდი ავიღოთ ჩვენ დიაპაზონი და ეს დიაპაზონი შევინახოთ, რა დიაპაზონიდანაც შეიძლება მე ცოტა ნერვიულობა დავიწყო, ესე ჩავკეტოთ ეს დიაპაზონი ბიტკოინთან მიმართებაში. ბიტკოინთან მიმართებაში არა, ზოგადად ბაზართან მიმართებაში და აქ თუ გამართლდა ის ვარაუდი რომ შეიძლება ეთერიუმ დაბრუნდეს ბაზარზე, ეს შეიძლება რაღაც კუთხით პოზიტიურიც იყოს ალტკოინებისთვის, თუმცა გრძელვადიან პერიოდში არ ამგონია რომ ესე გაგრძელდეს ერთ-ერთი ნარატივი, რასაც დაინახავთ, ეგრევე მითხარით ხოლმე, ანუ თქვენი კომენტარები საინტერესო ამ კუთხით. ერთი არის რომ აი ის ადამიანები, რომლებიც გაქცეულები იყვნენ კრიპტოდან, როგორ რასის სწრაფით ბრუნდებიან და პლუს ემატება თუ არა ახალი ხალხი, ესეც დაწერეთ. და მეორე პიმ გააცოცხლა სხვათა შორის ხალხი და პიზე ბევრჯერ გვისაუბრია რომ არ ვიცი მოკლედ დადგება ეგ დრო ახლა ამბობ წინასწარვე რომ თუ ყველაფერი ჩაიშვა როგორც უნდა ჩაიშვას პიზეც მომიწევს სამწუხაროდ საუბარი რადგან ბაზარს ეს დაინტერესებს აი მანდ უკვე პრობლემები იქნება ხო და მეორე საკითხი რასაც გაუსვით ზოგადად ხაზი და დააკვირდით აი რამდენად გაინტერესებთ ან აინტერესებს ადამიანებს რომლებიც ახლები არიან ბიტკოინი და რამდენად აინტერესებთ ისეთი კოინები და ტოკენები რომლებიც სავარაუდოდ რაღაც პერიოდის შემდგომ აღარ იარსებენ. მოკლედ ამასაც დააკვირდით და გააგვიზიარეთ თქვენი აზრი. ეხლა შევეცდები კომენტარები ნახოთ, დავიწყებ YouTube-ის კომენტარებით. უფრო მოსახერხებელია YouTube-ის კომენტარების ნახვა. ნახოთ. მოკლედ სუბიექტი აზრი თუ შეგიძლიათ გითხრათ რომელ სამ ალტკოინს იყიდით. ეხლა არც ერთ სამ ალტკოინს არ ვიყიდდი. ჯერჯერობით არ არის ბაზარზე და ფინანსური რჩევაც ეს არ არის, თქმა უნდა, არ არის ბაზარში. ჩემთვის ის სიტუაცია არ არის.
სადაც მე ვყიდულობ რომელიმე altcoins. სამწუხაროდ არა. შეიძლება უბრალოდ რომელიმე altcoin-ებს გადავხედო, რომლებიც კარგი მიძინებულები არიან, რაღაც დიაპაზონს გაარღვევენ და ამ დიაპაზონის გარღვევის შემდგომ დასტურებენ, რომ ჩვენ დაუბრუნდით ბაზარზე და შესაბამისად ბევრი ხალხი შეიძლება შევიდეს. ამ შემთხვევაში მოკლედ მე ყიდვისგან თავს ვიკავებ. სავარაუდოდ მარტში FOMC-ის მიტინგზე არანაირი rate cut-ი არ იქნება ინფლაციის მაჩვენებლიდან გამომდინარე. მაინც შესაძლებელია alt სეზონი რომ იყოს, ანუ საიდან არის ფულის შემოდინება შესაძლებელი კრიპტოში. კარგი შეკითხვა არის, ორნაწილად შეიძლება დაიყოს ეს შეკითხვა. პირველი ჩვენ შეგვიძლია პრინციპში ვნახოთ პირველ შეკითხვას რომ დაუბრუნდეთ, რა არის ზოგადად მოლოდინება ახლა ეკრანზე გამოჩნდება, ესე იგი 97%, ხო? როგორც კომენტარში დაიწერა, მოლოდინი არის რომ იგივე დარჩება, თუმცა ტრამპის განცხადებები გავს ერდოღანის განცხადებებს, როდესაც ეროვნულ ბანკს ავის დროზე ერდოღანმა შეუტია და საბოლოო ჯამში ეს კი იცით თურქეთში რით დამთავრდა. სავარაუდოდ არ დაიკლებს. ესეც ერთ-ერთი ნარატივია, მინდა გითხრათ ახლა კომენტარებში რაც არის, რომ rate cut-ი თუ მოხდება შესაბამისად ადამიანებს უფრო ექნებათ საშუალება იმისა, რომ თანხები უფრო მარტივად აიღონ ფული, მოკლედ და ამ მარტივად აღებულ ფულს გადაიტანენ კრიპტოში, მაგრამ აქ არის დიდი მაგრამი. საბოლოო ჯამში ის რაშიც დასჭირდება თანხების დაბანდება იქნება კრიპტო, თუ ის პრობლემებიც აქვთ იმის მოფრვა, რადგან ზოგადად ბაზრის ციკლები სხვანაირად მუშაობს და თუ შესაბამისად ინფლაციის მაჩვენებელი პირობითად ნავარაუდებს სიტყვაზე უფრო მეტად დარჩა ჯიუტად. თვითონ როგორც საუბრობენ, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქ ჩარევა თვეების შემდგომ აისახება ბაზარზე და ეს უბრალოდ ნარატივის დონეზე შეიძლება დარჩეს. გიორგიმ რასაც ისაუბრა კრიპტობაში, მაგნაწილს გავიხსენებდი, რომ ესეთი ადამიანები, რომლებიც შემოვიდნენ ბაზარზე, შექმნეს საფულე მელანიაზე და ტრამპზე, მემე ტოკენებზე არის საუბარი. შემდგომ მათი მოძრაობა როგორ გაგრძელდება, ამას აქვს მნიშვნელობა. ასევე 2021 წლის იანვარ-თებერვალში როგორც იყო, რომ Dogecoin-ის არმია არსებობდა, რომელიც შეკებზეც კი წერდა, რომ იყიდე ერთი Dogecoin-ი ან ფულს აწერდა, რომ იყიდე ერთი Dogecoin-ი ვიღაცას ბარში უხდიდა ზედმეტ თანხას, ხო? მსგავსი ჯერ არ ჩანს. მსგავსი ინტერესი ჯერ არ არის. ერთ-ერთი კატალიზატორი რაც იქნება პრინციპში რეზერვებზე საუბარი საბოლოო ჯამში, რომ სინთია ლუმინის განცხადება, კრიპტო დედის მეორე სენატორის განცხადებებიც, რომ საბოლოო ჯამში რა დარეგულირდება, ჩემი აზრით ეს რეგულაციების ამბავი უფრო შემოიყვანს ადამიანებს, ვიდრე საპროცენტო განაკვეთის დაწევა, რადგან ჩემი აზრით პრიორიტეტი არ იქნება კრიპტოს ან სხვა რაღაცის ყიდვა ამ პერიოდში, მაგრამ პრიორიტეტი შეიძლება იყოს კიდევ ერთხელ თუ სიტუაციაზე სხვა პრობლემები მოგვარებული იქნება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე სტატისტიკას თუ გადახედავთ, არსებობს ის სტატისტიკა, სადაც როცა რჩება სხვათა შორის საპროცენტო განაკვეთის შემცირება საბოლოო ჯამში, იმ წამიდანვე და იმ თვეებიდანვე არ ხდება შესყიდვები ბიტკოინის თუნდაც და კრიპტოვალუტების, რადგან კიდევ ერთხელ ამ რეაქციებს, წამიერი რეაქციები არ არსებობს, მოკლედ. FOMC-ზე შეიძლება რაღაცა ითქვას, რაც იმ პერიოდში იმოქმედებს, იმ პერიოდში აქტივი მაღლა ან ჩამოვა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ამას სხვა რესურსები ჭირდება. სტეიკინგის უარყოფითი მხარეები რა არის? სტეიკინგის უარყოფითი მხარე შეიძლება იყოს რა? თქვენ დაასტეიკოთ ისეთი ინფრასტრუქტურაში, რომელსაც უნდა დააკვირდეთ სხვადასხვა ეკოსისტემებში, რადგან შეიძლება პროცენტი არ დაგერიცხოთ, ასევე სტეიკინგის უარყოფითი მხარე არის. უკაცრავად სტეიკინგის უარყოფითი მხარე არის, როდესაც სიტყვაზე ზოგ პროტოკოლზე 21 დღის განმავლობაში არ შეგიძლიათ თანხის გამოტანა, მოკლედ ბევრი უარყოფითი მხარე აქვს უშუალოდ სტეიკინგზე, liquid stake-ზე უფრო სწრაფ ფორმაზე არ მაქვს საუბარი. რომელი კოინის დასტეიკებას გვირჩევთ, რომ აქვს მაღალი პროტოკოლი. მე ვერაფერს ვერ გირჩევთ.
ჩემთვის მაღალი პროცენტი coin-ის დასტეიკების მაღალი პროცენტი არანაირი მაჩვენებელი არ არის, სადაც თქვენ ნახავთ, რომ აი 100%, ან 120% თუ დასტეიკებთ ჩვენთან რაღაცას მიიღებთ 100%, 120%, თვითონ ამ პროდუქტს შეიძლება კონდეს პრობლემა, რის ნათელი მაგალითიც არის ჩემთვის სამწუხაროდ საყვარელი pancake swap-ი. თუმცა smart chain-ის გამოღვიძებასთან BNB chain-ის, BNB coin-ის გამოღვიძებასთან ერთად Cake და Bake-იც გამოფხიზლდა, თუმცა Bake-ის ეკოსისტემაში რო შევედი, საერთოდ რა პროდუქტებიც ჰქონდათ ნახევარზე მეტი გამქრალია და Cake-მაც სხვათა შორის ბევრი პროდუქტი გააქრო სამწუხაროდ, რადგან სავარაუდოდ სხვანაირად ვერ გადარჩებოდნენ, ხო? კიდევ ერთხელ თუ თქვენ ნახულობთ ერთი შეიძლება თქვენ შემეკამათოთ, რომ აი staking-ის მაღალი ჯილდო არის განპირობებული იმით, რომ აი შეიძლება vesting-ის ნაწილი არის, ან შეიძლება ცირკულაციაში ჩაშვების გეგმა არის ესეთი აგრესიული და შესაბამისად დამსტეიკებლების რაოდენობა თუ გაიზრდება ეკოსისტემაში, ეს პროცენტი შემცირდება, მაგრამ პროცენტი შემცირდება ამას ხონერეთ შეხედეთ, რამდენ ადამიანზე გადანაწილდება ეს პროცენტი, ხო? ესეც საკითხავი არის. მოკლედ თუ ჯანსაღი ტოკენომიკის, ანუ ტოკენის ეკონომიკის ფარგლებში ჩდება ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ მსგავსი რაღაცა მარკეტინგულად შეიძლება კარგად ჟღერდეს, მაგრამ რაღაც მხრივ მიმზიდველი არ არის და კარგად არ იმოქმედებს საბოლოო ჯამში სამოვალოდ პროდუქტს. აი 1.5%-ზე და 3%-ზე მაქვს საუბარი Ethereum-ზე და Ethereum Foundation-მა საბოლოო ჯამში გადაწყვეტა რაღაც. ამ შემთხვევაშიც იგივეა. Ondoze რა სიტყვით, სხვათა შორის Ondoze ბევრი კითხვა მხდება არა მარტო ჯგუფში, არამედ ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურის გარეთაც და შეიძლება ერთ-ერთი განადაცემა იყოს Ondo Finance. ნახოთ, ამ შემთხვევაში არაფერს არ ვიტყვი Ondos. ალ სეზონი მე მგონი არ იქნება, ახლო მოვალში უფრო გადაიწევს მინიმუმ 1 წლამდე ვადაში. მართლა არ ვიცი, გიორგი, მართლა არ ვიცი რა როდის იქნება, მაგრამ რასაც ჩვენ ალ სეზონს ვეძახით, კიდევ ერთხელ შეიძლება საერთოდ რაც წარმოგიდგენიეთ იმასთან ახლოსაც არ იყოს, სპეკულაციის ამბავია და მოკლედ შეისწავლეთ პროდუქტები და ამ შემთხვევაში შეიძლება ლოკალური ალთ სეზონები გქონდეთ პროდუქტებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ აი ეს ალთ სეზონსაც აი დღეს დაიწყო ალთ სეზონი, ასე არა. როგორც რეცესიაზე თვეების შემდგომ ამბობენ, რომ აი ალთ სეზონი დაიწყო ამ პერიოდში, აი ესე არის ალთ სეზონზეც. ესე იგი წარმატებები Pixel Academy-ს მადლობა დიდი. Ripple-ზეც ისაუბრეთ. Ripple თუ გაგრძელებს ესე და Ripple ზოგადად ეკოსისტემა და არა coin-ზე არის საუბარი, პრინციპში coin-ზეც ვისაუბროთ, რადგან დიდად დაყოფა არ ხდება. მოკლედ აი ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, დაგროვდეს ამას სიახლეები და ამასაც განვიხილავთ, რომელიც ეგრეთ წოდები გადახდის სისტემებს ამარტივებს და Ripple იყო სხვათა შორის coin-ი არა თვითონ პროექტი, ასე ვთქვათ, იყო ერთ-ერთი, რომელიც CBDC-ებს უჭერდა მხარს და შესაბამისად თუ სწრაფად არ მოახდინეს ადაპტირება და თუ ისევ CBDC-ის ჩარჩოში ჩარჩნენ, Ripple-ს და ზოგადად ამ შემთხვევაში XRP-საც პირდაპირპროპორციულად გავავლოთ ხაზი, მოკლედ შექმნა პრობლემები, მაგრამ ჩანს, რომ ამას არ აპირებენ და დაველოდოთ. როცა დაგროვდება შესაბამისი ოდენობის სიახლეები, შესაბამისად შემდგომ Ripple-ზეც ოღონდ ამ XRP-ზე ოღონდ ამ ნარატივის ქვეშ ვისაუბრებთ. ცალკე ესე XRP-ის პროდუქტს ვერ განვიხილავ. ნიკ აღარ დაიწერს Bitcoin დომინაცია რა არის არ გვეხილსა ალთ სეზონი. ხო. რა ვიცი, ჯერჯერობით ხალხს Bitcoin-ი აინტერესებს და ეს არის კარგი. შეიძლება თქვენ კი ალთ სეზონზე რაღაცებს ელოდებით და მსგავსი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოკლედ ეს რაც ხდება კარგი არის გრძელვადაში ბაზრისთვის. გამარჯობა, Hinkal პროტოკოლის შესახებ გაქვთ ინფორმაცია, როგორც ვიცი, Hinkal Pro შეგიძლიათ wallet-ის მიბმა. Hinkal პროტოკოლზე კრიპტობაზში ვისაუბრეთ ჩვენ, კრიპტობაზრის YouTube გვერდზე, Facebook გვერდზე დევს ეს გადაცემა და შეგიძლიათ მოკლედ ნახოთ. რომ შევაჯამოთ გადაცემა საბოლოო ჯამში. და სანამ შევაჯამებ, ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet.
ბიტნესზე თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადმოიტანოთ კრიპტო, ასევე იყიდოთ კრიპტო, გაყიდოთ კრიპტო, შეინახოთ მოკლედ კრიპტო და ამის ინსტრუქცია თუ როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ, მოკლედ კრიპტო ბაზრის YouTube ვერზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ როგორ თუ ვიყიდო ბიტკოინი საქართველოში. აქ არის დეტალური ინსტრუქცია, როგორ უნდა გაიაროთ KYC, რა შეკითხვები შეიძლება შეგხვდეთ და არ დაგაუწდეთ კრიპტო ბაზრის რეფერალური ლინკით დარეგისტრირება. ასევე მეორე სიახლე რაც გვაქვს არის აკადემიის ამბავი, მოკლედ კურსებზე მიღება დაწყებული არის უკვე, გადაცემის პირველ ნაწილში ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ. Facebook ვერზე, მოკლედ ჩვენ Facebook ვერზე და Pixel Academy-ის Facebook ვერზე თქვენ გადახვალთ და ნახავთ სარეგისტრაციო ფორმას, როგორც კი შეავსებთ ამ სარეგისტრაციო ფორმას, ანუ შეიძლება ის ინფორმაცია რაც არის საიტზე შეიძლება არ იყოს საკმარისი და მოგინდეთ სიტყვაზე კონსულტაციის გავლა და აუცილებლად დარეგისტრირდით, რადგან შემდგომ დაგიკავშირდებიან და გაივლით მოკლედ ყველა იმ დეტალს, როგორც ხდება ხოლმე, მით უმეტეს ავთოსთან, გაივლით ყველა იმ დეტალს რა დეტალიც არის გასავლელი მოკლედ ამ კურსების ამბებში. გადაცემის პირველ ნაწილში ძალიან ბევრი ვისაუბრე ეთერიუმზე და კომენტარებში დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ზოგადად ეთერიუმზე და ჩემს მიერ გაჟღერებულ რამოდენიმე სცენარს როგორ უყურებთ, კონსპირაციას არა, სცენარი დავარქვათ. მეორე ნაწილში მოკლედ ნახეთ ბაზარზე რა ხდება და უფრო ვისაუბრეთ ბიტკოინის დომინაციაზე და მესამე ნაწილში შევეცადე რომ თქვენ კითხვებზე გამეცა მოკლედ პასუხი კრიპტო ბაზარი შემდგომ პარასკევამდე გემშვიდობებად დროებით. წყალი